აქამდე ნებაყოფლობით ერთგულებაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ ნაძალადები ერთგულებაც არსებობს, როცა მაგალითად ძალაუფლების მქონე ადამიანი მის მიმართ ერთგულებას გიცვლის კეთილდღეობაში. ანუ გეუბნება, შენ იყავი ჩემი ერთგული და სამაგიეროდ მიიღებ საშუალებას, რომ კეთილდღეობით იცხოვრო. და ასეთი ურთიერთობის მთელი სიმძიმე და უბედურება ის არის, რომ მე შენ რაც არ უნდა ჩაიდინო, ყოველთვის ისწყვეტს. კმაყოფილია თუ არა შენი ერთგულებით. ნამდვილად ხარ თუ არა მისი ერთგული, უღალატე თუ არ უღალატე, ოქროს ზოდები შეგაგროვებინოს თუ ციხეში გამოგკეტოს. არჩევანი ისევ არ გაქვს. ოღონდ ამჯერად ამ არჩევანს სხვა აკეთებს შენს ნაცვლად და შენი ნებაყოფლობითი არჩევანი აქ არ არსებობს, არაფერ შუაში არ არის. აი მივედით მე მგონი აგატა კრისტის ციტატის მთავარ არსთან. ერთგულება ოქროს ზოდებში არ იცვლება. ერთადერთი რამ, რაშიც შეიძლება ერთგულება გაიცვალოს, არის სიცოცხლე. და ამიტომაც ახლავს ერთგულებას ეს თავგანწირვის სიმძიმე, მაგრამ ეს სიმძიმე ზოგს ნამდვილად ამძიმებს, ზოგს უჭირს ამ ტვირთის სიტყვა, ზოგს კი სულაც არა.